გამარჯობათ. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი იმას, როგორ შეიძლება დამეწყო ჩემი ეს გადაცემა. პრინციპში ამას არც გადაცემა ქვია და არც სიუჟეტი და არც რეპორტაჟი. არაფერი განსაკუთრებული. ჩემზე მინდოდა მომეთქრო. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე რთული ყოფილა საკუთარ თავზე საუბარი. ყველაზე რთული ალბათ იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩაგითვალოს რაღაცაში, მაგრამ ალბათ ჩემი ჟურნალისტური გამოცდილების კაცს წესით არ უნდა უჭირდეს რაღაცების გადალახვა და ამ რაღაცების ბარიერი ქვია. მე ბევრი ვიფიქრე იმაზე, როგორ დამეწყო ეს პატარა ფილმი. მოდი ასე დავარქვათ, დოკუმენტური ფილმი. იმაზეც ბევრი ვიფიქრე, რაზე შეიძლებოდა მესაუბრა. მოკლედ ყველაფერზე ვიფიქრე და საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოვიწყდა, ამიტომ იმპროვიზაციას მივმართავ. ის წლები, რა წლებიც მე გამოვიარე, ალბათ ყველაზე საინტერესო იყო ჩემს პირად ცხოვრებაშიც და შესაბამისად იმდენ რამდენადაც ჩემი პირადი ცხოვრება ჩემს ქვეყანასთან არის დაკავშირებული, ალბათ ჩემი სამშობლოსთვისაც. ადგილი, რომელზეც ახლა მე ვიმყოფები, ის ადგილია, საიდანაც ჩემი როგორც ადამიანის ჩამოყალიბება დაიწყო. თუნდაც ჟურნალისტის. კი, ეს 9 აპრილის მოედანია. მოედანი, რომელზეც 10 თვის წერტილი დადგა 1989 წლის 4 აპრილიდან. თუმცა ამას წინ 1988 წლის მოვლენები უძღოდა, ნოემბრის აქციები. მაშინ მე მახსოვს 13 წლის ვიყავი და გაპარვა მიწევდა ხოლმე სახლიდან. აი აქ მოვდიოდი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და ყოველთვის ვცდილობდი გამეგო, რას ნიშნავდა ის ორი სიტყვა, რაც დღეს ჩვენს ხერბზეა, ძალა ერთობაშია. ხო, საბოლოო ჯამში აგერ 35 წელი გავიდა, მეტიც და ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვებად რჩება. დასანანია, მაგრამ იმ შემთხვევაში რა უნდა ქნა ადამიანმა გარდა იმისა, რომ უბრალოდ იომო. ხო და ჩემი მთელი ეს 50 წელი, რაც მიცხოვრია და მიცოცხლია, ალბათ ომია და ბრძოლა. ამ მონუმენტს რომ შეხედავთ, ადამიანების ხელი ერთმანეთზე ჩაჭიდებული, კარგად გადაწყვეტილი ნამუშევარია სხვათა შორის და ბევრ ამას გამოხატავს ამ ძალა ერთობაშიო. ამ 50 წლის განმავლობაში ზუსტად ამისკენ მივილტოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ დრომ მაჩვენა ერთი რამ. ადამიანების ნდობა, რომელიც ძალიან რთული მოსაპოვებელია. ასევე რთული შესანარჩუნებელია და ადვილად დასაკარგი. აქ ამ მოედანზე ბევრმა მოიპოვა ჩემი ნდობა. მე ბევრმა დაკარგა. და ალბათ ამიტომაც არც ისე იშვიათად საკუთარ თავს მარტო ხელომგელს უწოდებ ხოლმე. აი იქ იმ პედესტალზე 1990 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს ახალგაზრდა ძმაკაცებთან ერთად, ნათესავებთან ერთად საქართველოს დროშას ვაფრიალებდით და თქვენ ხედავთ ამ კადრებს. აქ დუღდა ქვეყანა და აქ დუღდა ჩემი როგორც ერთი რიგითი ქართველის ჩამოყალიბების სტადია და არ ვიცი ამ 50 წლის განმავლობაში რა მოხდა, მაგრამ ერთს მივხვდი. თურმე მხოლოდ ამ ქვეყნის სიყვარულით მიცხოვრია. თურმე მხოლოდ იმიტომ დამჭირდა მაშინ 15 აპრილის სიყვარულის დღედ გადაქცევა, რომ აი აქ დიდ სიძულვილს ხედავთ. ხო, აქ დიდ სიყვარულთან ერთად დიდი სიძულვილიც იყო და სხვათა შორის ამ მოედანზე წინ მხატვრების სახლი იყო, რომელიც 1991-92 წლის სამოქალაქო ომის დროს დაიწვა და დაინგრა. შემდეგ ეს მაქრის ოფისის ხელმძღვანელმა ახლიდან ააშენა. ხო და აი აქ ცენტრში მახსოვს ძალიან კარგად გაყოფილ ქართველებს ხედავთ. მარცხნივ ეგრეთ წოდებული ზვიადისტები იდგნენ, მარჯვნივ ეგრეთ წოდებული მაშინდელი ოპოზიცია. შუაში კი პატარა გასავლელი ადგილი იყო დატოვებული და იმ ადგილზე
დავდიოდი და ჩემი აი ამ კინოაპარატით ვცდილობდი დამეფიქსირებინა ის ყველაფერი, რასაც ისტორია შემოვნახავდი, მაგრამ რას მოვიფიქრებდი, რომ ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ვერ მიაღწევდა იმას, რასაც ერთობა ქვია. ბევრი რამის მიუხედავად ეს ყველაფერი გრძელდება და ამ ყველაფერს ბრძოლა ქვია. ხო, სხვადასხვა ფორმებით, სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ მაინც ბრძოლა. ხო, აქ ამ მოედანზე დღესაც მიტინგებია. დღესაც ერთმანეთს ებრძვიან ქართველები. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ალბათ ტაძრამდე მისასვლელი გზა განსხვავებული გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას ტაძრამდე მისვლა გვინდა. ეს მონოლოგი მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა რთულად, მაგრამ მაინც მეთქვა. რა არის ჩემი 50 წელი ჩატეული ამ საქართველოს სიყვარულში. რა არის 15 აპრილი? დღე, როცა ქართველებს მინდოდა რომ ყვარებოდათ ერთმანეთს. დღე, როცა მინდოდა რომ ერთად ყოფილიყო ყველა. კი, ეს დღესასწაულია და არა მხოლოდ ქალის და მამაკაცის სიყვარული, არამედ ადამიანების სამშობლოს. სამშობლო კი არც შენობებია, არც ეს კონკრეტული ადამიანები. სამშობლო აბსოლუტურად სხვა რამეა. ამის ახსნა ცოტა რთულია. ან ადვილი. მაგრამ 50 წელია ვცდილობ გავიგო, რას ნიშნავს ერთობის ძალა. ეს ბერჯერ ვნახე. ძირითადად ტრაგედიების დროს, სამწუხაროდ. მაგრამ ქართველებს შეგვძლებია ერთობა თურმე დიდი გამარჯვებების დროსაც. რა ვიცი, 50 წლის გავხდი. დღესაც რუსთაველზე ვარ. დავდივარ ასე მარტო, ვათვალიერებ ადამიანებს და ვცდილობ მოგითხროთ ჩემ შესახებ. ვცდილობ მოგითხროთ ჩემი ისტორია და ვეცდები ჩავატიო სულ ცოტა მაინც ის ამბები, რა ამბებიც მე გადამხდენია ვიდრე ჩემი 50 წლის თავსა. ხვალვე რომ მოვკვდე, ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან. რადგან ვერასოდეს ვერავინ იკითხავს აფხაზეთის ომის დროს სად იყო ეგ კაციო. ან 2008 წლის ომის დროს რას აკეთებდაო. ან მაგან რაშვილი გაზარდა ნეტაო. ან ამ ქვეყანას და ხალხს რომ უჭირდა, მაშინ რას აკეთებდაო. ვერავინ იკითხავს თქო ვამბობ, მაგრამ თუ იკითხავს პასუხსაც იპოვის. 15 აპრილს 50 წლის გავხდი. ამ 50-დან ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთ წელს ვდარდობ. მხოლოდ ერთს, 2004-ს. დანარჩენს არა. ხეთს დამირგავს. ტყეც გადამირჩენია ხანძრისგან, ძაღლიც სიკვდილისგან მიხსნია, ადამიანიც ბევრჯერ გადამირჩენია. სუიციდისთვის გამზადებული ახალგაზრდები სიცოცხლეც მიხსნია და ზოგი აივნიდან გადასახტომად გამზადებულიც კი ჩამომიყვანია. ერთი შემთხვევა იყო ყურბში თავგაყოფილი, ჩამოსახჭობად გამზადებული ახალგაზრდა გოგონაც გადამირწმუნებია. და კიდე ბევრი რამ. ამიტომ არ ვნანობ. ამ 50 წლის მანძილზე რამდენადაც შემეძლო, იმდენად ვიჭრებოდი. ყველგან ჩემი წვლილის შეტანას ვცდილობდი ამ ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ. საქართველოს და მის ხალხს სადაც დასჭირდებოდა, ყოველთვის იქ მივირბოდი რიგით ჯარისკაცად. მიუხედავად იმისა, რომ მყავდი თავდაბლობა, აქაც მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არ მახასიათებდა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ლიდერი ვიყავი და ყოველთვის ყველაფერში მაინც პირველობის პრეტენზია მქონდა. თუმცა მქონდა თქო ვამბობ, მაგრამ ამბიციებს არ გამოვხატავდი. მიუხედავად ამისა, ბევრ რამეში მე და ჩემი გუნდი მაინც პირველები ვიყავით. ნამდვილი მტერიც ვაჟკაცურად დამიფასებია. ხელიც ჩამომირთვავს მისთვის და ძღვენიც გამინაწილებია. ასეთი ნამდვილი მტერი სხვადასხვის რუსის ჯარისკაცი იყო ჩემთვის. მტერი, რომელსაც ყოველთვის გაგეკვირდება და ვაფასებდი და რომელთანაც ყოველთვის ღირსეულ ბრძოლაში და ომში შევდიოდი თავის დროზე. და მე მიყვარდა ღირსეულ მტერთან ომი, მომწონდა ეს პროცესი. მათი განადგურება არ იყო ადამიანურად რთული, მაგრამ არასოდეს
ჩემს მიერ მოკლული მტრის არც ერთი ჯარისკაცი დაუმარხავი არ დამიტოვია. არც მე და არც ჩემს დიდ სამეგობროს. ამ ღირსებით ვამაყობთ დღემდე მეომრები. და დღეს ვხედავ რომ ღირსეული მტერიც კი აღარ არსებობს. ვეღარც კი ვხვდები ხანდახან ვინა მოღალატე ამ ქვეყნის, ვინ ფარული, ვინ ხილული, ვინ მატყუარა, ვინ ფარისეველი, ვინ ენამოსწრებული და ვინ მამაცი. მამაცი, რომლის იმედიც ხვალ რომ ომი განახლდეს, გვერდით დამიდგება და არა პირიქით მიიმალება. დედალივით საქათმე შეეფარება და მაღალფარდოვანი სიტყვებით ხალხისგან გალაღებული დიდი IQ-ებით გაბღენძილი ამ ომში მარტო დამტოვებს. ღირსეული, მაგრამ ნამდვილი მტრის წინააღმდეგ. თუმცა ხვდები, როგორ არ ხვდები და ხშირად ვამბობ კიდეც ამ სიმართლეს, მაგრამ დამღლელია ამ სიმართლის ღაღადიც უკვე. რადგან ნახევარი საუკუნის შევსრულდი და არა მიჭირავს ხელში განა. არა, განა მარტოობის ან სიკვდილის მეშინია. უბრალოდ მოღალატე ფარისეველი, ჩასრული ქართველის ხილვა არ მინდა სიკვდილის წინ და სულ ესაა. დღეს საქართველოს რუსზე დიდი მტერი ყავს, იცოდეთ ეს. დამიჯერეთ და მენდეთ. მე არასოდეს მომიტყუები ხართ. დაიმახსოვრეთ და ეს მტრები თავად ის ქართველები არიან, რომლებიც მორალურ ოკუპაციას ეწევიან ჩვენი ქვეყნისას. რომელმაც ყველაზე სუსტი წერტილი მოგვინახა და იქ დაგვარტყა. ღირსებაზე, მორალზე. იმაზე რომ კაცის და კაცის ურთიერთობაც ისეთივე სიყვარულია, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების. ის არასწორებიც, მათი ბოდიში და გამპრავებლებიც და მათი გაუაზრებელი მხარდამჭერები არიან, რომლებიც სიტყვის და პიროვნების თავისუფლების ლოზუნგს ამოფარებულნი ყრნიან საქართველოს აწმყოს და შესაბამისად მომავალს. ისინი ვინც ქართველ ქალს დააჯერა რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება და შვილების აღზრდა ჩვეულებრივი ამბავია. ის რომ ოჯახში პატიების, მიტევების და სიყვარულის სანაცვლო ცხოვრება პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა. ის რომ 10 სხვადასხვა საყვარელის საუკეთესო ძიებაში ადამიანის არჩევანია. ისინი არიან ვისი ცემის, დასახიჩრების და მით უმეტეს განადგურების შემთხვევაში სახელმწიფო იქით დაგჯის, იქით დაგადანაშაულებს და იქით გაგწირავს. რადიკალური შეხედულებები მაქვს არა, მოძალადე ვარ არა. ჩემო ქვეყანაო, გიყურებ და ვფიქრობ, იქნებ ვტყვი. დღეს საქართველოს ოკუპაციის ხარზი არც ატოცშია და არც ხურვალეთში, არც გალში და არც აჩადარაში. ეს ხაზი აი აქ თბილისში გადის, ჩვენს გვერდით, ჩვენს გარემოცვაში და ის დღითი დღე ვიწროვდება. ამას 50 წლის ასაკში მივხვდი და ერთხელაც იქნება ის გაწყდება, სადაც ვიწროვა. და გაწყდეს. რა მინდოდა მეთქვა ამით? იმაზე მეტი არც არაფერი, რაც თქვი, რაც გაგაფრთხილეთ და რაც თქვენამდე მოვიტანე ამ აბზაცებით და ამ სიტყვებით, რომლის შიგნით პასუხი დევს ყველაფერზე. კი, ნამდვილად ყველაფერზე. უბრალოდ კარგ მთქმელს ხშირად კარგი გამგონეს დეფიციტი მაქვს და ვინძლო 50 წლის შემდეგ ვიპოვო ის არმია, რომელსაც სიყვარულის არმია ჰქვია. არა ღალატის, არა ზურგში დანის ჩარტყმის და ფეხის დადების, არამედ უბრალოდ სიყვარულის არმია. აქ, ამ ქალაქში, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ამაყად უნდა დავაბიჯებდეთ. ეს პატარა ვიდეო არქივში ვიპოვე 1993 წელია თუ არ ვცდები. მაშინაც ჩემი დაბადების დღე იყო და კარგად მახსოვს რატომაც ვთქვი ეს ფრაზა, რაც ვთქვი. ჯერ ეს ვიდეო ნახეთ და მერე პატარა კომენტარს გავაკეთებ. აი, ხალხო
მე არ დავბერდები თქო. მე არ ვიქნები ძველ გაზრდა და ასეთი ჟესტი გავაკეთე. გულისკენ მიუთითე. ხო, ალბათ როგორც ყველა ახალგაზრდას, მაშინ მეც მეგონა რომ 50 წელი სიბერის წლები იყო, მაგრამ არა. აღმოჩნდა რომ ახლა ახალი ძალებით სიცოცხლე იწყება. აღმოჩნდა რომ ახალი ენერგია გემატება ადამიანს საკში და აღმოჩნდა რომ ხო, გული მართლაც არ ბერდება. თავარია მონდომება. მე ამ პერიოდის განმავლობაში ვიდრე 50 წლამდე ძალიან ბევრი ახლო მეგობარი დავკარგე და თქვენ ყველა მიცით ამის შესახებ. ჩემი გაბატონი ეთერ კაკულია. ჩემი თემურ ციკლაური. ჩემი ზურა დოიჯაშვილი, ჩემი ზურა ვადაჭკორია, ჩემი მამუკა ონაშვილი, უჩა კორძაია. და ალბათ კიდევ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ამ 50 წელს მილამაზებდა და ჩვენ ერთად ცდილობდით იმ ყველაფრის შექმნას, რაც შეგვიქმნია. იმ საქმეში ხელოვნება რომ ეწოდება და თანაც ქართული და თანაც პრიორიტეტული. ამ 50 წლის განმავლობაში მე ფიზიკურადაც ბევრი მეგობარი დავკარგე და სამწუხაროდ მორალურადაც და ეს რას ნიშნავს ახლა იმასაც გეტყვით. მორალურად მეგობრების დაკარგვაზე ცუდი არაფერია. იმიტომ რომ როცა ადამიანის გჯერა რაღაც წვრილ-წვრილი მიზეზების გამო ის ადამიანი შენგან არ უნდა მიდიოდეს. ასე მგონია მე. განსაკუთრებული დაღი მე ამ შემთხვევაში ისტობამ დამმართა. ყველაფერი გავლილი მაქვს. ზვია ისტობიდან დაწყებული, ბიძინ ისტობამდე დამთავრებული, მაგრამ არასოდეს არ მიღავატია ერთი ისტობისთვის. ამას ჩვენი საერთო სამშობლო ქვია, საქართველო. არ ვიცი ამ 50 წელმა მასწავლა თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ მეგობრები დამაკლდნენ ამ ისტობის გამო. ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი ისეთი ხალხი. ალბათ კიდევ ეს მასწავლა ამ 50 წელმა. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მეც მათ შორის რა თქმა უნდა და მე ჩემი ცოდვები მაქვს სათითაოდ ყველას მიმართ. მაგრამ რაც ღმერთმა გვაჩუქა იმ წლებიდან ყველაზე ბევრს სავარაუდოდ გაუგებრობაში ვხარჯავთ. არ მინდა ასე იყოს და ასე გაგრძელდეს ამ 50 წლის მერე. და ვეცდები რომ ახლა 2025 წლის 15 აპრილის შემდეგ სხვანაირად უკეთესად დადებითა და მეტი პოზიტივით შევხედო ყველაფერს, ადამიანებს და გაუფრთხილდე ნამდვილ ადამიანებს. ამის დეფიციტს არ განვიცდი, თუმცა როცა მარტო რჩები ხოლმე და ეს თითქმის ყოველთვის ასეა, მაშინ ხვდები რომ ადამიანები მხოლოდ რაღაც გარკვეულ პერიოდში არიან შენს გარშემო. რაღაცის გამო, რაღაცა მიზნით, რაღაცატო, მაგრამ ფაქტი ერთია რომ როცა მარტო ხარ, მაშინ ხვდები რომ შენს გვერდით ყველაზე ხშირად ღმერთია. ალბათ ეს არის საუკეთესო ძალა და мотиваცია იმისთვის, რომ ახლიდან ახალი ძალებით დაიწყო 50 წლის მერე ცხოვრება. მეგობრები არც ახლა მაკლია და დარბაზში დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანის ხედავთ ახლა. ბევრი სამწუხაროდ მიზეზთა გამო და სხვა შორის ობიექტური მიზეზების გამო არ არის ჩვენთან ერთად, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს უყურებს, ყველას დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება. ერთმანეთს მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ, მაქსიმალურად შევირგოთ წლები და ხშირად ვამბობ ხოლმე, ვინც არ ბერდება, იმანი დარდოს თქო. და ეს სიბერე ისე მივიტანოთ ტკბილად, რომ განვლი წლებს რომ გადავხედავთ, არასოდეს არ შეგვწყვეს
ჩვენი დაშვებული შეცდომების თუ რამე შეცდომა დავუშვით, ეს გამოვასწოროთ. მე ყოველთვის ვცდილობ ამ ყველაფერს, მაგრამ ცალმხრივი ბავშვობიდან სალკარას თამაშიც არ მიყვარდა ფეხბურთში. შაქროძია ჩემი წიგნის ერთ-ერთი რომანის თავარი გმირია, სუსლიკა. ალბათ უმეტესობა თქვენგანმა იცის, რომ 3 წიგნის ავტორი ვარ. ზაჯვარედინი, უკან მომავალში და ღიმილის ბიჭები. ამ 3 წიგში, ამ 3 რომანში სრულად გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ. ალბათ ისე გაიარა ამ ცხოვრებამ, რომ რაღაცები დავკარგე, რაღაცები გამოვტოვე. მაგრამ ეს არაფერი. ცხოვრება გრძელდება და როგორც თავში ვთქვი, 50 წლის მერე ის ახლიდან იწყება. ახალი ენერგიით, ახალი ძალებით, ახალი მონდომებით და ახალი საქართველოსთვის. მხოლოდ ისეთ საქართველოსთვის, რომელიც რწმენაზე იქნება დამყარებული. ჩემს უკან ქაშვეთია. მასოს 91 წლის 21 დეკემბერს ვიდრე საქართველოს სამარცხვინო დღემდე მე ლექსი დავწერე და ამ ლექსს რეკენ ქაშვეთის ზარები ერქვა. ისიც მახსოვს ჩემმა მამა სოგრატემ ნახა ეს ლექსი. მამა სოგრატე ჩემი მამაო იყო. ხშირად მეუბნეოდა და მასწავლიდა ერთ რამეს. უფლის და სამშობლოს სიყვარულია ყველაზე მთავარი, სხვა ყველაფერი წარმავალია. რაღაცებში ვეთანხმებოდით ერთმანეთს, რაღაცებში არა, მაგრამ მე დავფიქრდი, რომ ამ პერიოდამდე თურმე ჩემი ნახევარი საუკუნე მსახურებაში გამივლია. ღირსეულ ადამიანთა მსახურებაში და ასე ვაპირებ გაგრძელებას. დამიჯერეთ, ეს ყველაზე მაგარი განცდაა და ეს ყველაზე მეტად გაძლიერებს ადამიანს. არაფერია ის, რომ ჯანმრთელობა ხშირად შემყევია, არაფერია ის, რომ საოპერაციო მაგიდაზე მოხვედრილ ხარ, მართლა არაფერია. იმასთან შედარებით, რასაც სულიერი სიმშვიდე ქვია. ხო და ამ 50 წლის შესრულებისას ჩემ თავს ყველაზე მეტად სულიერი სიმშვიდე მინდა უსურო. თქვენთან ერთად მეგობრებო. თქვენთან ერთად, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოვადრო საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი რამე დარჩება, მოგონებები. მოგონებები და ჩვენი სახელი. და ალბათ კარგი იქნება თუ ჩვენ საფლავზეც ამას მიაწერენ. აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი ადგეს. ამდენი წლის განმავლობაში ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ეს ისტორია სხვადასხვა ტელევიზიებში, სხვადასხვა გადაცემებში, ბლოგებში, სოციალურ ქსელში, მოკლედ ყველგან მაქვს მოყოლილი და ახლიდან არ მოვყვები, თუმცა ძალიან მოკლედ გეტყვით. 15 აპრილის დაარსების იდეა, რომელიც 1993 წელს დაიბადა და პირველად მაშინ დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ახალგაზრდულმა ქართულმა დამოუკიდებელმა გაზეთმა კოქტეილმა გააჟღერა 93 წელს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ აი ამ გაზეთიდან ამონარიდებს, ეს არქივიდან ამოღებული მასალა, სადაც ვამბობდა ყვები აი ამ დღის დაარსების შესახებ. თუმცა 93 წელს ხალხს მე მხოლოდ იდეა შევთავაზე, რომ მოდით საქართველოში ერთი დღე სიყვარულის დღე ყოფილიყო. წინა საუბარში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ის პერიოდია, როცა გარეთ უსიყვარულობა სუფევდა. სიბნელე, სიცივე და ყველაფერი შავი. ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე მეტად ხალხს სიყვარული აკლდა. ამ იდეამ მაშინ პოვა ხალხში დიდი გამოხმაურება, მაშინდელი პრესა, მაშინდელი ტელევიზია და რა თქმა უნდა, გაზეთი კოქტეილი. უამრავი გამოხმაურება მოვიდა, აი მილიონობით გამოხმაურება შემიძლია ვთქვა პირობითად, რა თქმა უნდა. და ამ გამოხმაურებათა შორის თარიღებს ვითხოვდი, იქნებ ხალხო თქვენ თვითონ შეარჩიოთ ამ იდეისთვის ერთი კონკრეტული თარიღი. ყველა თარიღი იყო გაზაფხულის.
და მათ შორის იყო გაზაფხულის შუათვის შუა რიცხვი 15 აპრილი ჩემი დაბადების დღე ეს რიცხვთა კომბინაცია ჩემმა კოლეგამ მაშინდელი პირველი არხის დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, პუბლიცისტმა, საზოგადო მოღვაწემ, წერალმა გიგა მახვილაძემ შემოიტანა რედაქციაში. ბევრ სხვა იდეებთან დაკავშირებით სხვადასხვა გადაწყვეტილება ჰქონდა, მაგრამ ასეთი ფორმულირება არავის არასდროს აუხსნია. 15 აპრილი გაზაფხულის შუათვის შუა რიცხვი. ბატონმა გიგა მახვილაძემ საერთოდ არ იცოდა, რომ ამ იდეის ავტორი 15 აპრილს იყო დაბადებული და ხანდახან მეღიმება ხოლმე როცა ამდენი წელია გასული და 30-31 წლის შემდეგაც სულ იმეორებენ ეს თავისი ცოლის დაბადების დღე, თავის დაბადების დღე არა. დაბადების დღე იქით იყოს ხალხო და თუ სადმე რამე უარყოფითი რეაქციებია, ეს მხოლოდ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარეა ხოლმე. ჩემი რადიკალურად კონსერვატიული შეხედულებებიდან და ეს მინდა რომ ყველა მიცოდეთ. თორე თავად სიყვარულის დღის იდეას არასოდეს არავინ არ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სიმბოლურია. ისე როგორც სიმბოლურია, ბევრჯერ მithქვავს 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე, 3 მარტი დედების დღე, 8 მარტი ქალთა დღე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. და აი აქ რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში 1994 წლის 15 აპრილს სიყვარულის დღის დამფუძნებელი გალა ღონისძიება შედგა და იმ დროისათვის არ ვიცი ალბათ ყველაზე ცნობილი და ღირსშესანიშნავი ადამიანები გამოდიოდნენ სცენაზე და დაუდგნენ იდეას გვერდით. ნუ არ ვიცი გურამ საღარაძედან დაწყებული, ზინაიდა კვერენჭხილაძის დამთავრებული. ასე იყო თუ ისე იყო, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ 8 აპრილს 94 წელს მიიღო დადგენილება საქართველოს პარლამენტის კი არა და უпроსტად უზენაესი საბჭოს კულტურის კომისიის ხელმძღვანელის ბატონი ელდარ შენგელაიას ხელმოწერით, რომ 15 აპრილი ყოველწლიურად აღნიშნულიყო როგორც სიყვარულის დღე. ეს ხდება 94 წლის 8 აპრილს. და აი ამ არ ვიცი ხელოვნების დიდ ტაძარს ახსოვს ამ დღის დაფუძნება. მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ქართველებს ისევ დიდი უსიყვარულობა გჭირს. ხშირ შემთხვევაში საბედნიეროდ არა ყოველთვის. ხო, მეოთხედი საუკუნე არა, ნახევარი საუკუნე და ამ ნახევარი საუკუნის ისტორიის მანძილზე ალბათ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი დოზით ის ეპოქა შეიძლება მოიხსენოთ, რომელსაც ჟურნალ ვარსკვლავების ეპოქა ერქვა. კი, ჩვენ მართლა შევქმენით ეპოქა. და რომ მახსენდება ახლა რამდენმა თაობამ გაიარა ჩვენს ხელში, ალბათ უფრო მიხარია. მიხარია ის, რომ დღემდე მაქვს ურთიერთობა იმ ბავშვებთან, დღეს რომ უკვე დიდი კაცები და დიდი ქალბატონები არიან, შვილებით, შვილიშვილებით, თაობასთან, რომელმაც გაიარა ვარსკვლავების პერიოდი. ჟურნალი ვარსკვლავები ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იყო იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ მსახურობდით 90-იანი წლების დასაწყისიდან. რასაც ჩვენ ცდილობდით რომ მოვფერებოდით ვისაც. და ალბათ ამ დროს ყველა კარგად გაიხსენებს. ამ დროს იყო ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა მაშინ ხალხს. ურთიერთობა, მეგობრობა, სიყვარული და ერთმანეთთან ფიზიკურად ყოფნა. სხვა შორის მაშინ იწყებოდა ის ვირტუალური სამყარო, როცა ჟურნალი ვარსკვლავები თავის ზენიტში იყო არსებობის. იყო ეს მირკის ჩატები, იყო ეს სხვადასხვა სახის პროგრამები, მაშინ იწყებოდა ის ეპოქა, რომელსაც ციფრული ეპოქა ერქვა. რომელსაც თავისთავად, რა თქმა უნდა, დადებითიც ბევრი მოიტანა, თუმცა რატომღაც ჩვენ უარყოფითი უფრო მეტი შევითავსეთ. წიგნებს თითქოს დაემშვიდობა ჩვენი თაობა და ელექტრონულ წიგნებზე გადავიდა. ყველაფერს თავის პლუსი აქვს და ყველაფერს თავის მინუსი აქვს. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჟურნალი ვარსკვლავები
ყველას მეხსიერებაში დარჩება ეპოქის გამაერთიანებლად და იმ თაობის გამაერთიანებლად სუდად რომ მოიხსენებენ ხოლმე შაობნელი 90-იანების თაობა, არა. ჟურნალმა ვარსკვლავებმა შეძლო 90-იან ბნელ წლებში ბევრი ახალგაზრდას ცხოვრების გზის განათება. და ეს ჩემი 50 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და სუყე პერიოდია. ძალიან კარგად მახსენდება ეს დრო. ჩემი ცხოვრების მანძილზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ამ კუთხით სამი იყო ასეთ სხვათა შორის იყო ჩემი სურვილი იმ ბერკეტების მოპოვებისა, რასაც სახელმწიფოს მართვაში და ჩემი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მართვაში თან ჩართულობა ქვია. პირველად ეს იყო 2003 წელს, როცა მე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გავედი ქალაქ რუსთავში. დამოუკიდებელ კანდიდატად სხვათა შორის ეს ბევრმა არ იცის 2003 წელს. უბრალოდ ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა იქ შიდა სამზარეულოში. არც გაგეგოთ იქ რა ხდება ეს ხუმრობით. მაგრამ 2003 წელს რაც მე მაშინ ვნახე დღისას იმისთან არაფერი მინახავს. რაზე იყო წამსვლელი ხალხი, ოღონდ დეპუტატი გამხდარიყო. და ხშირ შემთხვევაში როგორც მერე დამტკიცდა, არა სახელმწიფოს აკეთილდღეობთ, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის. მე მოვიდა 2016 წელი და ჩემი არ ვიცი ალბათ გმირის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შვილმა, კახა შარტავამ მომცა შესაძლებლობა, რომ ბედი მეცადა ისანის სამგორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად და მაშინაც დიდი სურვილი მომოძრაობდა იმის, რომ ეს ბერკეტები როგორმე ჩემს ხელში აღმოჩენილიყო, იმიტომ რომ აქ აი ამ შენობაში შესვლა და აქედან ბრძოლა განსაკუთრებით შედეგის მომტანია ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე ვთქვათ ქუჩა და თუნდაც აი ესე ვირტუალურად წერა, აზრის გამოთქმა, ან კამერასთან და მიკროფონთან მუშაობა. ასე ვფიქრობდი მაშინაც. 2016 წელს ხდება ეს ყველაფერი. შემდეგ იყო 2020 წელი. ქართველი ემიგრანტების მიერ ამერიკაში დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ფესვები, რომლის სეითაც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი ასევე. და მოკლედ აი ამ პერიოდის განმავლობაში მე თავიდან ბოლომდე ჩავიხედე იმ ქვაბში, სადაც იხარშება საქართველოს მომავლის ერთი ნახევარი. მაგრამ არავინ დაიჯერეთ, რომ მთლიანად ამ ქვაბში იხარჯება ის მომავალი, არა. სადღაც სხვაგან მეორე ქვაბის დგას. ეს არ ვიცი სად არის, მოსკოვში, ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ ბაქოში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არა. ალბათ ეს გლობალური პოლიტიკის საქმეა, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთადერთი სურვილი აი აქ ამ შენობაში ჩემი შესვლის იყო ის, რომ ის ბერკეტები მქონოდა საქართველოს სახელმწიფოს მსახურებას რომ ჭირდება. თუმცა საქართველოს ასე გადაწყვიტა, რომ ისევ ორად გაყოფილი დარჩენილიყო. ისევ ისტები ერთი, ისევ ისტები მეორე და აი 50 წლის ასაკში ხვდები, რომ ალბათ ჩემნაირად გიჟურად საქართველოზე შეყვარებული ადამიანების შეკრება საჭირო. ბევრნი ვართ ასეთი, მე მგონი და არ მგონია, რომ მართლა დონ კიხოტივით ვიბრძოდე ქარის წისკვილებთან და არ მგონია, რომ დულსინია ტობოსელის ძებნაში ვიყო. არა. მე მგონია, რომ მართლა ბევრნი ვართ. ბევრი ასეთი დარბაში ისხეთხართ, ბევრი ასეთი ახლა ეკრანზე მიყურებთ. უბრალოდ რაღაცა გვაკლია. ან ვიღაცა გვაკლია, რის გარშემოც შეიძლება გაერთიანება და რაზეც შეიძლება ავაგოთ ის ხაზი, რასაც ჩვენი
სახელმწიფოებრობის გაძლიერება ქვია. თქვენ იცით რომ მე არც ომის მეშინია, არც რევოლუციების, მაგრამ ყველგან და ყველაფერში როგორც მეომარი სიმშვიდის მომხრევა. შვიდობის და სიმშვიდის. ახლა ჩემი თანამებრძოლის ვიდეოს განახებთ, რომელიც ომიდან ბევრი წლის შემდეგ არის გადაღებული კახეთში. მე და შაქროძია მაშინ იქ შევხვდით. ნახეთ ეს ვიდეო. გამისცემე, აფიქრდი, შემომხედე 93 წელი სოხუმის ქვევით, სოხუმის სოფელი გუმისთა. რუსეთის ბატალიონი. მერე? კოლუმბიანი იყო ჩემი მერე? სოხუმის. აბა მე ვინაო, წარმოვიდგინე ცოტა სუსტი, გაყოლებულია, ეგრე გასული კაფეები ხება, აბა ბიჭი, ახალგაზრდა 17 წლის ბიჭი. 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ჟურნალისტი. ჟურნალისტი 17 წლის ახალგაზრდა მე ეს უჩვენებს. კეთა სამავთყოფაშიც მოხელის ანახა. всё, გაგახსენე. 20 წელი ეს კაცი არ მინახავს თუ რამდენი წელი. ეგ როგორი ვიყავ? მე კი ძალიან კარგად მახსოვს როგორიც იყავი, მაგრამ როგორ? პატრონის სასაფლაო გასულთან დავდივარ ჩემი ვაკეთე. მაგლიან საქმე. პაპასეც ხოლმე პატრონის ზურაბი. გურჯაანში ხარ ჩემი გული დაწვენე. არაბოი დოზე ხო ხარ გასთავარი. მუშაობის მოზე ვარ. ძალიან პოჭა. ეხლა გაშული სუპროვაიზორი. გულის მაგარია, ეხლა კონიაკი, მოდი კონიაკი დაგიხავ. ეს არაც ხალია დალეული. მე ხარ რა დაყვება? გადამე ფარაო, ბიჭო. გახსოვს? ბომბე აფეთქავდა, გადამარჩინო სიკვდილს გადამარჩინო. გახსოვს ეს პირველი. ასკოლკევიც ამოიღეთ და სამასწორ. აი მოგითხარი. აი ფარს უნდა უმადლი, აი მე. გაიხარეთ მერთმა. კითხავს გაცოცხლო და ომი აღარ გაჩვენო და აღარ გაჩვენო სერად. ბეჭებზე. პირველად რო მიოტირა. გაგრძელო დადიოდი. შემწელები რომ გამოვაკეთე, გახსოვს? და პირველი გაზეთის კოქტეილი შემდეგში. ასეც ახსოვს. აჰა, სიყვარულის გაზეთი და გასაგო. აი ხა. კოქტეილი კაცხა. მოდი ახლა მოდი. რაც მე დაგვიწოთ მაღლა კიდმა ჩვენა ბატონ პატრონი და სამებამ დაგვიწოთ. როცა დავფიქრდი რა შეიძლებოდა მომეთხოვრო ჩემ შესახებ კიდევ ამ პატარა ფილმში და არქივს გადავხედე, ბევრი რამე აღმოვაჩინე და საკუთარ თავს დაუსვი კითხვა. რა ბედნიერებაა, როცა ჩემს ერთადერთ შვილს, ბაჩოს, რომელიც ემიგრანტია, ევროპამ მომტაცა შვილი, ჩემს ერთადერთ შვილს არასდროს არ დაუსვამს შეკითხვა და არც არასდროს დასვავს ასეთ კითხვას, მამა, სად იყავი შენ ამ დროს? ამ დროში გულისხმობ იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რაც ჩემ ქვეყანას ჭირდებოდა და შეიძლება მე პიროვნულად ბევრს მოვაკელი ოჯახში ყურადღება დედას, მამას, მეუღლეს, შვილს, ნათესავებს, ახლობლებს და ეს ჩემი მინუსი და დანაშაულია, რომელსაც 50 წლის ასაკში მივხვდი, მაგრამ ყოველთვის იქ ვცდილობდი ყოფილიყავი, სადაც ჩემს ქვეყანას უჭირდა. ახლა მე განახებთ კადრებს, რომელიც ასევე არქივში აღმოვაჩინე. ეს არის 1993 წელი. გაზაფხული ტამიშის ბრძოლის მოგების შემდეგ მე და ჩემი 15 წლის ძმა მოხალისეთა რაზმში ჩასაწერად რომ მივედით. მაშინ სრულიად შემთხვევით მოვხვდით კადრში. ომში გაპარვა გვინდოდა. მე 17 წლის და ლევანი 15 წლის. თუმცა ამ კონკრეტულ დღეს არ გაგვიშვეს.
მერე იყო 2008 წლის ომი. იქ მოხალისედ არ გამიშვეს. პირველივე დღეს ჩავედი და შევუერთდი ჩვენს ბიჭებს. უამრავი დოკუმენტური მასალა მაქვს გადაღებული და ჩემდა სამწუხაროდ ყველაზე ყველაფერი ვიცი. ბევრი რამ არ ითქმის, ან ჯერ არ არის ამის მოყოლის დრო, ან საერთოდ სამუდამოდ უნდა შევინახო. ის საიდუმლო, რაც მე იქ ვნახე. ხშირ შემთხვევაში არც ისე სასიამოვნო. 2008 წლის ომის დროს 16 დღე ვიყავი სამოჩაბლოში. ჩემ თვალწინ გაიარა თითქმის ყველაფერმა, რაც იქ ხდებოდა. მახსოვს თბილისის წყალდიდობა, მახსოვს ძალიან ცუდად ეს ყველაფერი. თუმცა მაშინ მე ის ერთობა ვნახე იმ ხალხის, რასაც მთელი ცხოვრება შევნატრი. ერთობა, რომელიც ასეთი თვალნათელი იყო, ერი, ბერი, ყველა ერთად იყო და ყველა ერთად ცდილობდა, არ ვიცი, ვის გადარჩენას, მაგრამ მოდი ასე ვთქვა, თუნდაც თბილისის დასუფთავებას. იმ დატბორილი, დამეწყრილი, არ ვიცი, გაუბედურებული ზონის გაწმენდას, რაც მაშინ თბილისის წყალდიდობას მოყვა კონკრეტულად მზიურში. მაშინ მე დიდი ერთობა ვნახე და მაშინ მე ვნახე ის ალბათ რის გამოც ყველაზე მეტად სიყვარულის დღის 15 აპრილის არსებობა არის გამართლებული. ხო, ერთმანეთს შორის სიყვარული ვნახე. სრულიად უცხო ადამიანებს შორის იყო ეს ყველაფერი. კარგად მახსოვს შოვის ტრაგედიაც. ალბათ ღმერთს უნდა უმადლოდე იმას, რომ ზუსტად ამ დღეს მე შოვში მივდიოდი დილით. იქ პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს და ამ მიწის ნაკვეთის მოსუფთავებისთვის მივდიოდი, რაღაცა ძალა გამაჩერა. საინტერესო ის არის, რომ ეს რაღაც ძალა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ ალბათ უფლის ხმა იყო. რომ რაღაცის გამო მე თავი შევიკავე. შოუში იმ დღეს და იმ დილით წასვლისგან. თორემ ყველაზე დიდი ალბათობით მე იმ ტრაგედიის მაქსიმუმ მსხვერპლი და მინიმუმ მონაწილე ვიქნებოდი. თუმცა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში მე უკვე იქ ვიყავი და ისევ ის ერთობა ვნახე, რასაც მთელი ცხოვრება ვნატრულობ. ისევ ის ერთმანეთის მომფერებელი ადამიანები, სხვა შორის ძალიან განსხვავებული სულისკვეთების ადამიანები, ძალიან განსხვავებული შეხედულებებით და ღირებულებებით. ეს შოვის ტრაგედია იყო. მაშინ მე რაც შემეძლო ყველაზე მეტი ალბათ ეს საქართველოს დროშის შოუში აღმართვა. რადგან ჩემთვის დროშა სიმბოლოა სიძლიერისა და მომავლის იმედის. ხო, მომავლის იმედის, რადგან იმედი სწორედ ისაა, რაც ბოლოს კი არა, არასოდეს არ კვდება და როცა ეს ვთქვი, მე თვითონ გამეხარდა. კი, ეს ხო მართლა ასია, იმედი ის არის, რაც ბოლოს კი არა, არასოდეს არ კვდება. ეს მაშინ მოხდა შოვის ტრაგედიის დროს. ხშირად მიწევდა მას შემდეგ შოუში ჩასვლა და მახსენდებოდა ქართველთა ის ერთობა, მაგრამ შემდეგ დადგა პერიოდი, როცა ეს ერთობა ისევ დაირღვა. ასევე კარგად მახსოვს საოკუპაციო ხაზთან
მიმდინარე მოვლენები. მოვლენები, რომელმაც დღეს უნდა ვაღიარო, რომ პირველი იმედგაცრუებები ჩამისახა. როცა შენ გულით და სულით და სხეულით ცდილობ იმ ყველაფრის დაცვას, ვიღაცამ ეს შეიძლება პოპულისტობა ჩაგითოლოს ისეთმა ვიღაცამ, რომელსაც ტყვიაც კი არ აქვს ნანახი, არათუ გასროლილი და საკუთარი სამშობლოსთვის მოხვედრილი. გული დამწყდა ამ რაღაცაზე და იმ პერიოდში თითქოს ხელი ჩავიქნიე ვიღაც პოპულისტობას გწამებს, როცა შენ ცდილობ რაღაცის გადარჩენას. ეს ძალიან რთული იყო და ამას მე 2017 წელს მივხვდი, როცა საოკუპაციო ხაზთან ის მოძრაობა დავიწყეთ და ჩავერთე, რა მოძრაობაც ანტისაოკუპაციო მოძრაობად მოინათლა მაშინვე. იმედგაცრუება დიდი მქონდა აქ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფარისეველი ადამიანი ვნახე მაშინ ჩემს გვერდით. ფარისეველი ადამიანი, რომელიც ომშიც ბევრი მყავდა ნანახი და ეს მღლის. ძალიან მღლის. სურვილს კი არ მიკარგავს ბრძოლის, არა, უბრალოდ მღლის. კლავიატურის ლომები, კამერაზე მომუშავე ხალხი და არა მოვლენების ეპიცენტრში და მოვლენების გაგრძელებაში მიმყოლი ხალხი, რომელიც თუნდაც ამ კლავიატურასთან სხედან და თუნდაც ამ კამერასთან მუშაობენ. ეს ჩემი დიდი იმედგაცრუება იყო. რა ვიცი, ასეთი იმედგაცრუება მე ბორჯომის ხანძრის დროს ვნახე კიდევ. თუმცა მაშინაც დიდი ერთობა იყო. ის ერთობა, რომელიც ამ ხანძარს მოყვა, სუსტად ის იყო, რისთვისაც მე ვილტოდი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წუთიერი. ხო და აი დღეს 50 წლის ასაკში მივხვდი, რომ უნდა აგროვო დადებითი მოგონებები. და ამ მოგონებების შეგროვებით შემდეგ შენი სიბერის სიტკბოს უზრუნველყოფ ადამიანი. რადგან ალბათ მოვა დრო და საკუთარ თავთან მარტო დარჩები, არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურადაც და ხშირად მოგიწევს იმ არქივების გადახედვა, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი და ინახავდი. მე ასე ვფიქრობ, რომ მხოლოდ დადებითი მოვლენების შეგროვება ტკბილი სიბერის გარანტია. სიბერეზე ვსაუბრობ და გულში მეღიმება, თუმცა სახეზეც მეღიმება. არა, ეს ასაკობრივი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს, ძველგაზრდაც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ციფრებია. უბრალოდ ერთ რამეზე მეღიმება. შენარჩუნებული ადამიანები და შენ საქმეში მომყოლი ადამიანები. მე ძალიან რთულად ვეგუები ისეთ ადამიანებს, ვისაც არ უყვართ ის საქმე, რომელსაც მე მთელი ცხოვრება ვემსახურები. ეს არის ხელოვნება, კულტურა, დოკუმენტალიზაცია ამ ყველაფრის და მოფერება იმ ხალხის, ვინც მოსაფერებელია. ალბათ ამის შედეგია სწორედ მეგას დაჯილდოების ცერემონია 90-იანი წლების ბოლოს დაარსებული. ერთი ვიდეო ვიპოვე არქივში, მეორე არქის, ტელეკომპანია მეორე არქის არქივში და უნდა განახოთ ეს ვიდეოც. არის მუსიკოსები ჩვენთან, არიან მუსიკოსები ჩვენთან, ხალხი, რომელიც შეიძლება ქუჩაში მღერის, ანსამბლის სახელი ჰქვიათ, მაგრამ მათ არ აქვთ არავითარი შანსი გასავალი იმისა, რომ რაღაცას მიაღწიონ. კიდაც მათ ნიჭია, დღეს საქართველოში ვისაც ნიჭი აქვს, ქართულ ახალგაზრდობას უჭირს აქ მათ ნიჭის გამომჟღავნება, უჭირს ხალხისთვის დანახვება. თემთომაც გარბის აკეთა მთელი ახალგაზრდობა, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში უცხოეთში მათ უფრო ხელს უწყობენ ამის გულისთვის და მათ აქვთ იმის შანსი, რომ თავიანთ ნიჭს იქ უფრო კარგად წარმოავლენ, ვიდრე აქ საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე დავაკეთ სუპერ კოქტეილ შოუ დააწესებს ყოველწლიურ დღესასწაულს შემოდგომაზე. და ეპატიჟება ნებისმიერ ჯგუფს, ქუჩის ჯგუფსაც კი ეპატიჟება თავისი რეპერტუარით ამ შოუზე და მათ ჭირდებათ, დამერწმუნდეთ, ჭირდებათ წინსვლა და ჭირდებათ ხელწამყვრა, ასე რომ ვთქვათ.
და ჩვენ დაწესებული გვაქვს ყოველწლიური პრიზები ნომინაციების მიხედვით და ამ პრიზს ერქმევა სირიუსი. სირიუსი მეტად იდუმალი, მეტად ლამაზი და მეტად მშვენიერი ფიგურა იქნება ამ დღეს გადასაცემად. ამ ვიდეოს რომ უყურებ ხოლმე მეღიმება ჯერ კიდევ როდის გვინდოდა ამ ტრადიციის დაარსება და რაც წარმოვიდგენდი 1997 წელს რომ ეს ტრადიცია იქნებოდა. კი, მეგას დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიური პოზიტიური ტრადიცია. და მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 26 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო ამ ტრადიციის დამკვიდრებაში. ყველას, აბსოლუტურად ყველას. ჩვენ კიდევ ერთი დიდი ტრადიცია შევქმნით 15 აპრილის გარდა, ამას ოქროს არწივის დაჯილდოების ცერემონია ქვია. მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონია და აქაც იმ ხალხის მოსაფერებელი საათები და დღეები მინდოდა გამრავლებულიყო, რომლებიც აღარასოდეს აღარ განმეორდება. არ განმეორდება. აგერ კავკასიური ცარცის წრის მთავარ გმირს უყურებ და ხშირად მეფიქრება ამის შემხედვარე დიდი თეიმურაზ ციკლაურის მიერ ნამღერ და შესრულებულ შექსპირის 66-ე სონატაზე. მინდა რომ თქვენს მოусმინოთ კიდევ ერთხელ ამ ტექსტს და კიდევ ერთხელ უყუროთ ამ კლიპს, რომელიც მე და თემო მის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიხეთ. ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება რადგან არამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება რადგან უღირსებს უსამართლოდ დადგეს დაფნა რადგან მრუშობით შელახულა უმანგოება რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა სოფელა ხვარ რადგან უბიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად რადგან სიმართლე სისულე ითვლება ხალხ რადგან სიკეთე ბოროტების tweċa
ისე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩე მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს ობლად რომ დარჩეს ალბათ ყველაზე მეტად გასახსენებელი ჩემი თემურ ციკლაურთან მეგობრობა და ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარდაცვლილ ჩემს მეგობარს დიდი პატივისცემით მოიხსენიებ. თემა მაინც განსაკუთრებული იყო. ყველაფრით. აბსოლუტურად ყველაფრით და არ შემიძლია რომ არ გავიხსენო თემო რას ფიქრობდა მაგალითად ჩემს ერთ-ერთ წიგნზე. ღმერთო უმრავლე ქვეყანას ბესოსნაირი ხალხი, გულანთებული პატრიოტები, ქვეყანა რო უყვარს. შეიძლება პატრიოტი უკვე ცუდი სიტყვა გახდა, იცი, მიუღებელი. აღარ ხმარობენ არც პატრიოტს, არც თავდადებულს, არც გმირს. რატო ღმერთმა უწეს, ხო? რატო ჩვენ ქვეყანას არ შეეფერება, არ ყავდა, თუ არ უნდა ყავდეს? ამიტომ აი ამ თავდადებულ კაცს, თავდადებულ პატრიოტ კაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავის ქვეყანა, აი სისხლ ძვალხორციანად, სისხლიანად თავის გონით ყველაფრით. მადლობა უფალს, რომ მე მისი მეგობარი ვარ. მადლობთ მას. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და ყველა სურჩევ წაიკითხეთ ეს ყველაფერი, თუ გინდათ ამაღლდეს თქვენშიც და დაინახოთ ჩვენი რეალობა ამ 30 წლის მანძილზე, რომ აღარ გავიმეოროთ. ასევე ძალიან საინტერესო იყო თემოს აზრი იმ გადაცემაში, რომელშიც მე ერთხელ ვიყავი ციცრულის დეტექტორში, რას ფიქრობდა ის ჩემი ამ გადაცემაში სტუმრობის შესახებ. ბატონო თემურ, რას ფიქრობთ დღეს ელოდებით ბესოსგან ისეთ აღიარებას, რაც შესაძლოა იყოს თქვენთვის მიუღებელი ვთქვათ და როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში თემურ ციკლაური? მადლობთ რომ დამისვით ეკითხვა მე. მე რასაც ბესოს ვიცნობ ამდენი წლის მანძილზე მეგობრობთ, ახლო მეგობრები ვართ. რაში დაჭირდა ნეტა სიცრულის დეტექტორზე მოსვლა? ვერ მივხვდი, იმიტომ რომ მართალი კაცია და მართლად დადის ამ დედამიწის ზურგზე. ივერიელებთან ჩემი განსაკუთრებული მეგობრობა ალბათ ჩემი ბავშვობის დამსახურებაა და ახტენილი ოცნება, რომელიც მე ამიხდა. მაშინ როცა მშობლების ნაყიდ მაგნიტოფონს გადმოვდებდი ხოლმე ჩემს მშობლიურ რუსთავში ფანჯრებიდან 90-იანი წლების დასაწყისში და თემოს ნამღერ სიმღერებს ვასმენიებდი მთელს უბანს. მაშინ როცა ეს ყველაფერი იმდენად დიდი სურვილი იყო ჩემი რომ ეს ადამიანები გამეცნო, ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ისინი ჩემი მეგობრები იქნებოდნენ. კი, ეს ასე იყო. და მე ალბათ ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება ამით ავიხდინე. ეს ერთი ვიდეო გამახსენდა, მინდა რომ თქვენს განახოთ. გამარჯობათ ხალხო, ეხლა ჭიათურაში ვართ და ნახოთ შახტაში მიდის თემური, უნდა მოიპოვოს მარგანეცი. და ქალბატონმა მანანამ უთხრა რომ მოგეხმარები. მეც მივდივარ მოსახმარებლად მარგანეცი უნდა ვიშო. და ვახო არის მთავარი ბურღავი. იყო უпростоრად, ეხლა შეიძლება აღარ არის, მაგრამ ადრე იყო მთავარი ბურღავი და ტვინის ოღონდ სხვა რამე არის ფიქრობთ და აგერ კვაშალი, აი ნახეთ. ეს არის გრუზავი, როგორ არის მტვირთავი. გრუზა. ბატონი თემური კიდე აგერ პრარაბია. პრარაბი. უფროსი ხარ შენ. უფროსი ვარ, აბა. პრარაბი არა, კაცო, უფროსია, უფროსი. მარგან ცოლკა უნდა ხო? მარგან. აბა. ხო და ის მოყვება იქიდან. ესია ბატონებო საქმე. საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში დავიბადე. ულამაზეს პატარა კოპწია ქალაქ ხაშურში. დიახ,
ეს მართლა გეოგრაფიული ცენტრია ჩვენი სახელმწიფოსი. ხაშურში, სადაც დღემდე ჩემი სახლი მაქვს, დღემდე ჩემი მშობლები მუშაობენ, დღემდე ხშირად ჩავდივართ, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად და ყოველთვის მახსენდება ჩემი პირველი კლასი. ხაშურის რკინიგზის მესამე საშუალო სკოლაში. პირველი შეყვარებული, პირველი ჩხუბი, წიგნთან პირველი ურთიერთობა, პირველი იმედგაცრუება, პირველი სიხარული. ეს ყველაფერი ჩემს ულამაზეს ხაშურთან არის დაკავშირებული. დღესაც დიდი სიყვარული მაქვს ჩემი ქვეყნის ყველა ქალაქის, მაგრამ განსაკუთრებით ხაშურის და რუსთავის. რუსთავი ეს ის ქალაქია, სადაც მე სკოლა დავამთავრე. რუსთავის პირველი გიმნაზია. ჩემი მასწავლებლები, ჩემი კლასელები, ჩემი ყმაწვილკაცობა და დღემდე მომყვება ბევრ მათგანთან ურთიერთობა და მეგობრობა. ალბათ ეს ყველაფერი აისახა სწორედ იმაზე, რადაც მე ვიქეცი საბოლოო ჯამში. თამამად რო ვამბობ, ეს საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს, იმიტომ რომ ყალბი თავდაბლობა არასოდეს მიყვარდა და არც არასდროს ყოფილი ვარ თავდაბალი, თანაც ყალბად. ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ დიახ, ამ ყველაფერმა და ადამიანებთან ურთიერთობამ, იმ დიდ ადამიანებთან ურთიერთობამ, რაც მე გავიარე ხაშურში, რუსთავში, თბილისში, სოხუმში, ქუთაისში, გორში, ბათუმში. ალბათ ამ ყველაფერმა მიმიყვანა იქამდე, რომ დღემდე საქართველოში ვარ. ჩემს ქვეყანაში ვარ და აქედან ვაგრძელებ ბრძოლას და ომს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. ყველა საშუალებით, ყველა ფრონტზე. იქნება ეს მიკროფონით, იქნება ეს სცენაზე, სიტყვით გამოსვლით. იქნება ეს გადაცემებში მონაწილეობით თუ წიგნების წერით. ხო, მე აქედან ბრძოლა მირჩევნი. და ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე დამიდგეს ის დრო, რომ მე ვთქვა, მე ამ ქვეყანაში აღარავის ჭირდები და აქედან წავიდე. ისე როგორც ბევრი ქართველი, ჩემზე მაგარი ქართველები. ამას არ უსურვებ ჩემს იუბილეზე, ჩემს საკუთარ თავს. სხვა მხრივ, კარგად გძანდებოდეთ. მადლობა მოსმენისთვის, მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა იმ წლებისთვის, რაც ერთად გაგვივლია და რასაც 10 წუთს გავივლით. მადლობა ჩემს საქართველოს, რომ მიმიღო, დამიტოვა და აქ მაძლევს საშუალებას იმისას, რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ სახელმწიფოსთვის. შენებისთვის, რა თქმა უნდა. ნახვამდის. მალე შევხვდებით. 50+